როგორ ფიქრობთ, რა ხდება სიცოცხლის შემდეგ? სიცოცხლის შემდეგ მე მგონი არაფერი. მე ათეისტი ვარ და მგონია რომ არაფერი არ არის. აი უბრალოდ კომპიუტერს რომ გამორთავი იგივე იქნება. ანუ რელიგიურ მოსაზრებას ათეისტი ხართ და ლოგიკურია და თქვენ არ გასევდიანებთ ის ფაქტი რომ შეიძლება მოკვდეთ და გაქრეთ სრულიად? არა, ჩემი აზრით ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. მეტიც ვერ წარმოვიდგენ უმეტეს წყევლას ვიდრე უკვდავობა, იმიტომ რომ არა, ეგ უკვე სხვა მიმართულებით მივდივარ. ჩემთვის ბუნებრივია სიკვდილი, როგორც ცხოვრების ციკლის დამთავრება და ჩემი აზრით ცხოვრებას მიზეზს აძლევს სწორედ სიკვდილი. ჩვენ ვაფასებთ სიცოცხლეს, იმიტომ რომ ვკვდებით რა. რთული კითხვა არის, იმიტომ რომ არ ვიცი, მაგრამ ვისაც კლინიკური სიკვდილი ქონია, ეძახიან რომ არსებობსო, მაგრამ არ ვიცი, მე არ მჯერავს აგეთი რაღაცაების, მაგრამ აი, ჩემ მეგობარი რომ მოკვდა რამოდენჯერმე დამესიზმრა და თვითონ რაღაცას მელაპარაკებოდა. ეგ სიზმრიდან გამოვყვა ბუნდონად, მაგრამ რამდენად რეალური არის? რას გელაპარაკებოდათ? არც მაგის საფლავზე არ მისვლა და თითქოს ნაწყენია და მე თვითონ ფობია მაქვს, ანუ საფლავებზე სიარულის და არ ვიცი, ვერ მივალ თვითონ მეშინია რა. არ ვიცი, რაღაცნაირად ერთხელ დავინახე თუ ორჯერ მკვდარი და მაგის შემდეგ რაღაც ფობია მაქვს რა. ვერ გავეკარები უბრალოდ ახლოს მე პირადად არ ვიცი. და საბოლოოდ მაინც ვერ მივხვდი, როგორ ფიქრობთ, სიცოცხლის შემდეგ რა ხდება? არ ვიცი, შეიძლება ეიპოვონ ეტარება, შეიძლება ჯოჯოხეთში მოხდეს ადამიანი. მე არ ვიცი სად მოხდები. შეიძლება ჯოჯოხეთში მოხდეს, შეიძლება საბოთხეში მოხდეს. გონია რომ ცოდვების დამიხედვით არის რა. აი ადამიანსაც ცოდვაც აქვს ჩადენილი და სიკათეებიც აქვს ჩადენილი, იქ ალბათ გადაწყდება და რა ვიცი, აზრზე არა ვარ, მაგ პასუხს ამართლა. თქვენ ქრისტიანი ხართ? ქრისტიანი ვარ, კი. ღმერთის ანუ ეს ეკლესიებში არ დავდივარ, მაგრამ სახლში ხოლმე ვლოცულობ რა, ახლა ესე და რაღაცა კი. როგორ ფიქრობთ, რა ხდება სიცოცხლის შემდეგ? უბრალოდ კვდები და არაფერია. უბრალოდ კვდები და ყველაფერი სრულდება? კი. ჩემი აზრით ესე არის, ანუ ამჯერა იმის, რომ მაგალითად ჯოჯოხეთი და საბოთხე არსებობს. ანუ ძალიან სისულელია ჩემი აზრით ეგ. როგორ ფიქრობთ, რა ხდება სიცოცხლის შემდეგ? გაქრობა ალბათ, არ ვიცი. იმედია კარგი რაღაც ხდება, მაგრამ მე მგონია რომ ქრებით. ეს ფაქტი თქვენ არ გასევდიანებთ? არა, შევეგუე. როგორი წარმოგიდგენიათ ჯოჯოხეთი და სამოთხე? სამოთხე ალბათ ანუ ეს ვიზუალურად ვერ წარმოვიდგენ, მაგრამ რაღაც სიმშვიდესთან ასოცირდება ჩემთვის რა თქმა უნდა და არ ჯოჯოხეთი არის რაღაც ცეცხლებით და კუპრისკობით რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ერთი ასოცირდება რა თქმა უნდა რაღაც სამუდამო სიმშვიდესთან და მეორე სამუდამო წამებასთან ეგეს. და როგორ ფიქრობთ, თქვენი სხეულით აღმოჩნდებით იქ? რა თქმა უნდა არა. ანუ სხეული ზოგადად ყველაფერი ნივთიერი აქრჩება წესით და იქ სული სახე როგორი მაგდება ვერ გეტყვით ნამდვილად, აი რომ მოხდები, იქ თუ შევხვდებით, მერე შეგიძლია ჩავატაროთ ინტერვიუ და მერე გეტყვით. საი, აბა დაველოდოთ. კი ბატონო. როგორ ფიქრობთ, რა ხდება სიცოცხლის შემდეგ? არ ვიცი. ალბათ სხვა ფორმით სიცოცხლე. ან არაფერი, კარგი შემთხვევაში არაფერი. კარგი შემთხვევა რატომ არის არაფერი? ეს არის ირონია, იუმორი არის, მაგრამ ხალხოფლიანი მართალი. ძალიან ლამაზად გამოიყურებით. რელიგიურ მოსაზრებაზე რა აზრის ხართ სამოთხესთან და ჯოჯოხეთთან დაკავშირებით? არა, არ მჯერა მაგის. არ მჯერა სამოთხეს და ჯოჯოხეთის. და როგორ ფიქრობთ, თუ კიდევ ერთი სიცოცხლე არსებობს, ისევ ამ სხეულში იბადებით და ისევ დედამიწაზე, თუ რა ხდება, როგორ წარმოგიდგენიათ? არ ვიცი, სავარაუდოდ ისევ ამ სხეულს ვერ დაიბადები და არ ვიცი, ვერ გეტყვით. აი ფრიშკვიანი ნახეთ ვიღაცა ეზოთერულ საკითხებში. მადლობა, კარგად. სიცოცხლის შემდეგ რა ხდება? დიახ. რა ვიცი, ალბათ ჩვენი სულები დადიან აქეთ-იქით. რა ვიცი, ეგრე შეიძლება ითქვას, რა ვიცი, ზუსტად. სად? აი აქ, დედამიწაზე. ახლა აქ ვიღაცის სულები დადიან? შეიძლება, ხო, შეიძლება. რა საინტერესოა. რელიგიური მოსაზრების სამოთხესთან და ჯოჯოხეთთან დაკავშირებით გჯერათ? კი. მე მჯერა, რა ვიცი. და თან თუ აქ შეიძლება ვიაროთ სამოთხეში ან ჯოჯოხეთში როგორ მოვხვდებით? ალბათ უფრო სამოთხეში უფრო ჩემი აზრით
გულწრფელი ადამიანი ხდებიან და არა ისეთი ადამიანები, რომელიც თუ თავიანთ თავზე ფიქრობენ, ჩემი აზრით. და არა გულწრფელები? ალა გულწრფელები ალბათ ჯოჯოხეთში. თან აქ არიან ხოლმე? ხო. გამოდიან. აქ უფრო ჯოჯოხეთია, შეიძლება ეგრეთ თქვათ. თქვენი აზრით როგორია 64? რა ვიცი მე ხა ბიბლიაში წავიკითხე, მე მგონი შვენიერია 64, ბიბლიაში წავიკითხე, ხლა არ ვიცი იქ რა ხდება და ნუ ბიბლიაში წერია რომ 64-ში გფარველობს სხვადასხვა ანგელოზები და რაღაცა კარგი ნათელისულები და ღმერთი გფარველობს და ჯოჯოხეთი როგორია ორაწერია? ჯოჯოხეთი ის არის რომ ეშმაკი წაიყვანს ჯოჯოხეთის ცეცხლში წაიწვება ის სული ადამიანის სული რომ მოკვდება ის ადამიანი რომელიც ცუც გააკეთებს და ცოდვაში ჩაითვლება ის ჯოჯოხეთში მოხვდება და ის ადამიანის სული აღარ გაგრძელდება სულიც აღარ გაგრძელდება ესე იგი მხოლოდ კეთილი და განჯება 40 დღე და მერე всё გაქრება მხოლოდ კეთილი ადამიანები წავა ისევ კუბოში ის სული ბიბლიაში ესე წერია ადამიანი რომელიც ადამიანს სულს გაუკეთებს ის სული აუცილებლად წავა ისევ უკან სასუფეველში კუბოში მე მგონი როდესაც მოკვდები 100 წლის შემდეგ შეიძლება ჩემი სული 64-ში იქნება მე კეთილი ადამიანი ვარ და მიყვარს ადამიანები და ცხოველები და ფრინველებიც და ბუნება არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია არც მომიტყუებია არც მომიკლავს არც მომიფარავს არავის არაფერი არ ამიღია არავინ არ მომიტყუებია არავინ არ მომიკლავს არავინ არაფერი ვაფშე არაფერი ცუდი არ გამიკეთებია ვაფშე წმინდა ადამიანი ვარ რა